დილა მშვიდობისა ჩემო კარგებო. ჩემი თეთრი დედოფლები. ეს გამოკეთდა სულ ახლები წამოვიდა. ესენი არის მოსაჭრელი. ხელები კონდათ. ეს ტელევიზორი ერთ ვერ გადაარდენ, ნახოთ. ეს კაქტუსი აღარ არის. შემოიყვავილა და მორჩა. დღეს გვაქვს ღრუბლიანი ამინდი, მაგრამ კარგი. ძალიან სიკვდილი არ არის, რადიაცია უბრალოდ. ხარა კარგად აჩვენებს, ხარა მოგვთება. გუშინეზე დავხვედე და აი ფოთლები კიდე ყრია. აქ ეს არის გამული, აქ ამოდის წიწილები და ბოსტანში გადადიან. მე ამაზე შემოხტებიან და სკუბებენ ბოსტანში. აბლაბუდაც გაბმულა. დავლიოს ყავად, არა? მაინც მაგარი გამომივიდეთ, ყოველთვის თო ყავა ჩავყარი ბევრი. გუშინ საღამოს წამოვიდა ცოტა წვიმის ისე დაცრი და ისეთი და ისეთი კაი სიგრილი იყო, გვიანს პირველის. და წვიმა არ არის ჯერ გამოცხადებული, უშეფასა სამშაბათს არის წვიმიანი ხვალი და საჭიროა უკვე ისე ძალიან ცხელა. ძალიან ცხელა, ძალიან. მინდოდა მეთქვა ჩემო კარგებო. მადლობა მინდოდა გადამიხადა იმ ადამიანისთვის. პირველ წინა თვეში მე ჩამერიცხა, ისევ იგივე სახელით მოვიდა და ჩამერიცხა თანხა, ეხლა ვნახე. დიდი მადლობა. ღრმის მადლობა იმ ადამიანს. ვიცი ღმერთმა 100 მაგად, 1000 მაგად დაგიბრუნოთ სიკეთით, ბევრი მოგცეთ. ვიცი რაც მე დაგლოცოთ და რაც მე ვერ გისურვოთ, ღმერთმა გისურვოთ და დაგლოცოთ ყველაფერი საუკეთესო თქვენ და თქვენ ოჯახს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ის მესენჯერში ვეძებე ხო არ აქვს მონაწერის მეთქი მაშინ მომივიდა, წინაზე მომივიდა ის, რომ ნახე დაგირიცხეო, მასე თვითონ YouTube-ის შეტყობინებაში იყო მოსული და დამორშალა მერე და იყო ჩარიცხული X სხვა წერა მიწდა მიწერა, იყო მე ჩარიცხული სხვა სახელით და გვარით და იგივე სახელით და გვარით მომივიდა ახლა. მაგრამ მაშინ რომ მქონდეს პირადში რომ მქონდეს მონაწერი უკეთესია ხოლმე რომ მეცვდინება ზუსტად. ვინ არის ეგ ადამიანი? რაღაცნაირად მაგაითვალება. ბუზმა არ დამაძინა, ბუზი შემოფრენილი იმაში ოთახში. კარები და ფანჯარა ღია მაქვს, ისეთი ცხია. ვაისე ვერ დაიძინა. ვენტილატორი ძოღვა გქონდა გვიანობამდე, მაგრამ მე ვთიშავ. ჯერ ისედაც ძალიან გვიან ვიძინებ, ძალიან ფიზიკურად ვერც დაიძინებ მომდო. მე ამ დილას შემოპარულა ბუზი ოთახში, ესე იგი დამკბინა. სახელიც კი მეჭდა.
ვერ დავიძინი წამოვხდი, ამ დილას კიდე ციციბურა მოვხარშე. აი, ყოლდა, ამას მისი მარკა გაგიცალკე მიყენ სახთა მავესა მოძრი. ეს ის კაბა იმაში რომ მომივიდა, 3 თვე მქონდა თუ მეტი გაკიდული ვანიაბი აქ. მე გავრეცხ. მეურადი ასე უნდა ქნა მისი ხაი რო გავიდეს. გავრეცხე და ახლა ზერდა რა აქვს და ისეთი კაი კაბა არა. მოხლამდე აქ. მე მოყურეთ ასეთი ხათა დარჩას, მაგრამ მოხლამდე. რა კაი კაბა. მაგრამ ამაში მაქვს ცოტა. ახლა კი მაქვს თავისუფლება ჩაცმის დროს უჭირს ავიწევა ნაჭერი. ნაჭერი არა აწევლად. და ქვევი ძააგად მოწევს. ეს ნაჭერი ვიწევს კაიქნება. და გავდეს ან ყავარგა და მე უმუშემთხვევით მე. ერთი წვეთის რო დაეცეს მე ძნელია ვერა მოავიდებ. Eta se kushini ჩამოვარი კიდე ამ ჩემ მაღლებს ისეთი პატარა ორი ვედრო გამომივიდა არაშნის პატარა ვედრო იქნება კიდე ორი ვედრო ვაკროვე გავრეცხე ჩავყარე ბანკებში და გუშინდე და დღე ორი დღის ნაგროვები და გავაკეთე მაღლის კამპოტი ბევრია კიდე დასამწიფებელი გასაცი მოვიდა ბევრია კიდე დასამწიფებელი მაღლა Плюс сколько думаю, макаса кефе. Макаратели, метана. Гени битмоци. Это зевит ада ферианета. ახალი არ მაგალითად აი ჩანგალია იგი წველი რაღაცას ქოთნისთვის ხმარობას იცის გასაფრთხილებლად კაი ვერცხლის იგივე მქონდა ჯოლობური ჩანგალი მაშინ ვიყენები და იგარდა კლად ვერცხლი არ იყო ვერცხლი ნარევი იყო მგონია რაღაცას ეძახიან ასეთი მომents თან გიორგი პატარა რო იყო მაშინ იმაშობოდა სინაში თამაშობდა იმითო დაიკარგა თქვათ და რა ვიცი არ სადარჩოს იმედია ბარათზე არ ჩამომაგდება პოლი აქ არ აქვს ჩვენ სოფელში აპარატი არ არის და ხანდახან იცის ხანდახან კი სულაც იმიშოვა მე სულად ვერ გამომაგ მაჯრის იაკ ის ბარათის თანხა ის სხვა არის მაგრამ ბევრჯერ წამართვას ვთქვათ საქართველოს ბანკის აპარატი არდებს კაი კალონკა სოფელში მაღაზია არ არის უნდა იყოს კალონკაზე მაინც უნდა იყოს ადამიან მაინც სიაროს მაგრამ ასეც მაინც არ დაძებები თანხა რო გამოიტან უბრალოდ დადიბენ თუ მაგიდან ჩინდება თანხის გამოტანა არა არის მაგაზე ჩარიცხვა შეიძლება და მეორეა ის თანხის გამოტანა ორნაირი აპარატი დებს ბანკში საქართველოს ბანკში
ნახეთ ასე და რაღაც აქ დაუდა სიხმარ მესეს რა ჩემი მესეს ერთი არ ჩემი ხმენ დაგირე გავმითხრა და გუშინ საერთოდ აღარ გამოჩნდა კომენტარებში გადავხედეთ ცოტას რაღაც დავიგეთ. რაღაცა თემებზე საუბარს ვიდით რომ და სოფელში თქო არაფერი არ მოდის მე ადრეც მაგას ალაპარაკი. მაგრამ ახლა ელემენტარულად რომ ვიცით რო ხომ უნდა გყავდეს ერთი მაინც რაღაცა ბევრს თუ ვერ იმასისთან რომ შენ საკუთარი ყველი და ის კონდეს რაღაცა პერიოდული და ყველა მთელი წელიწადში ახლა ძროხა არ იწვევს ხოლმე რომ და დამარხდეს ანახოს მოიყოს მე ჩერდება წვენა და ის მაგრამ მე ვთქვი ძროხა უნდა ყველა და ჩვენ ყავდა და კარგი და არ შემიძლია ერთი ძროხა ყველას შეუძლია რომ ყავდეს ერთი მეტრები ძროხა როცა მაგაში ფული არ გაგივა უფრო მეტი მყარად ხარ ადამიანს უფრო ძლიერად ნაყიდი ყოლის ფასი არა ძალიან ძნელია ნაყიდი ყოლის ეს ჩემი მამის გადაწყვეტილება იყო და მაგის სულ წინს და სულ ბრაზობ მაგაზე არა ეს სწორი გადაწყვეტილება რომ არ იცოლებდე რომ ყველას ყავს ერთი მაინც უნდა ყავს საზღვარგარეთასაც რაც შეიძლება რა ვიცი ძალიან არის კომარტი და სხვას არის კომარ ახლა ვინმე რომ იდიოტი შეიძლება კიდე იმასთან ერთად წავიდე და უფრო რაღაცა იმათხარ რა აი ისიც მიდის შენც მიდიხარ სანდო ორი ადამიანი ერთმანეთს რო იცნობს და რო წახვალ ასე კაია წასვლა უფრო იმიტომ რომ რაღაცა იმედი გაქვს რაღაცის და ერთმანეთი მაინც გიმიდება და მარტო წასვლა ძალიან ძნელია არის კომარტი რა ვიცი ისეთ რამეებს ყოფიან იტალიაში მუშაობს ისეთებს აქ დეობის შემთხვევაში ისეთებს ყოფიან რა ვიცი მაგრამ ასე თუ შეუდეთ ის ხალხი არც მეკონა თვითონ მოსავლელი ადამიანი მე ოჯახის წევრები მე ვიცი რამდენად მართალია არ ვიცი ადამიანმა თავად უნდა გამოცადო მაგრამ ესე იგი არის არსად არ დაგხდება იავარდით მოთხოვილი სირთულეებია ყველგან ყველას ატანა გატანა უნდა მოთმენა გინდა შეიძლება ხელის დაგარტყას ადამიანმა ვისაც სულია ესეთვის აი მე ერთი ქალმა მოყვა ის სადღეში ჩააგდო ვისაც სულდა იმ ქალმა ჩვეულებრივ სიარული შეეძლო ყველაფერიო და ტუალეტში შევიყო შევიყვანდი დავაჭერდი და მოვიდოდი ნუ ახლა მაინც ხელს მოვკიდებდი ორადი და არ უჭირდა თავისუფლად შეეძლო მერეო ისეკნა გამოიწმინდა ერთი ადგილი და მაგის გულშიც მეჭუბავა შენ უნდა გამომიწმინდე და სახში ყველაფერი აყირავა უარი რომ უთხარი სკანდალი მოაწყო და მისერი მოიყვანაო და ერთი ამბავში ჩამაგდო თურმე ეს ქალი ასეთი ყოფილა და არავინ არ მუშაობდა იმიტომ მაგასთან ყველა მიცურდა და არავინ თანხდებოდა მასთან მუშაობას ამ ქალმა იცოდა ახალჩასული იყო თურმე და ასე შეერჩა ხელში ეს კაპრიზნი ადამიანი საშინელი ხისა ეგოისტი ქალი რა ვიცი მე ისე დღეში მაგდებდა თან საჭმელი არ იყო თურმე არაფერი სახში საერთოდ ჩემში ერი ვიყავი
და ფულს უღარ გავუხდი და და ჩემი ეს წამომეღომარა დავიხრჩი აქ ხელა სიცხე დაბლა ვერ დავჭიქი კაკართან კი ვიცი, სხვაგანაც ძალიან რთულია. სანამ შეეგუები ძალიან ბევრი ამის გადატანა მოგიწევს ალბათ ადამიანს. არ არის სხვაგანაცადი. ბევრს უმართლებს, ბევრს არ. ვიცი, მარტო წასვლა ძალიან ძნელია სამი და ვინმე როცა მიდის ერთად რო წახვალთ, მაგალითად ეგ კიდე უფრო კარგია. რაღაცა უფრო იმედიანად. თან არც ოფისი ვიცი, არც კარში მკვიდრი არც და რამე სანდო არის არ არის. სად უნდა მიმართო დასაქმების ოფისი სად არის. ინტერნეტში კიდე 1000 სიტყვილი იდება და ვერ გაიგება, ძალიან ძნელია. ვერ გარისკა. მერე ფული უნდა ისეს კვლავ და წახვი. ერთად ვეღარ დავდე. ამ ხელატოდები აბა. დაიწყო გვეჭრიჭინება, მაჭრიჭინი, წაიღებენ ახლა პულსას. კიდე წყალი მაქვს ხამასატანი და გენ კიდე მოხდა წყალი. ზედიდეს ოცხო მოუხავ. აგულახოს ყავლევსაც მივაკელი ჩემი ხელი. ველებურად თავზე აღარ ყვები წელს რაღაც. გუშინ გასთან კიდე ყავწავი კეცი შეციცხე იყო ისეთი. რო ჩართავ კიდე უარესია თუ რამეს გაკეთება წამოიწყება აია. Comfortable ხარში. ვაში სადერაკიდან ხედავ მეზეში და კაი ვაშია. იქეთ ერთი ხი გაგუჭებულა იმას არას ხია. მეტერამდე გამოვა. წონის მიხედვით უნდა შეხა. ზუსტად კილოზე არ ვაყრენი. მაინც კვილი გამოდის, ძალიან კვილი გამოდის. რა გითხრათ მე? წყალი ჩვენთანაც არა, ჭადს რამის ამოიცალოს ჭიდანა ვიღებს წყალს, კიდევ კაი ჭისწყალი მაინც ადასალებ. ის სოფლის წყალი რასაც ქვია, რამდენი ხანია ჩვენთან აღარ მოდის, იმიტომ რომ იმდენი დასახლება უნდა გამოიაროს და ყველას აბანოების ბაგებს ავსებენ კაფენ წყალით. მერე ბოსტანში აქვენ ღიან ღამიანა გაშვებული და ჩვენამდე წყალი აღარ მოდის ფიზიკურად, უკვე აქამდე აღარ მოდის წყალი. ჭარა მისა ამოიცალოს, ჭაშიც აღარ არის. მოგინდა დარეწყელი და აპანაკიდა. იმდენი წყალი გჭირდება დღეში, რომ ყველაფერს წყალი უნდა. ბოსტანსაც წყალი უნდა. აბა აღარ მოდის საკმარისი წყალი, ხო და? რა ვიცი.
კიტრებს წყალი უნდა. საერთოდ კიტრი არის წყლის მოყვარული. კარგად თუ დაისხას ან წარი არ დარჩეს ის, რასაც გამოისხავს, კიტრს უნდა წყალი. სულ უნდა გქონდეს. მიდია გაწვიმდება რაღაცა პატარა წაადგება. რას ყვირისა იქ ათამი რანაირად იცის გუში დელი დღე ჩემი ძაღლიზე წნაოდა სიცხიდან რომ სერდა სიცხეს როგორ უძლებდა კიბის ქვეშ იყო შემძრალი გასაგრილებლად ვაიმე ნეტა საპორილა მომეტან არის მე ვარ მაქრა აკა ტიორგა ყოფილა მაგრადელი წერა ამ საკერა მანქანაში აი კაი გასაწმინდი ამის ნებს ვერ ვიშოვერთ რამებს მოკერავდი შევკერავდი ბუდეს საჩუს იგი რაღაცა მაგაზაკეთებული ამ საკერამ ძველი საკერამი მანქანის ნემსი 90 ნომერი მე ვიშოვე მაშინ რამდენჯერ მიკითხები არ იყო და დავანებდა და მავეცდა კიდე ბევრჯერ კიდე რომ მეკითხე კიდე მეცემასიაში ახლა ისეთი ნემსები გამოდის ხელად იყუნება არ უნდა იყუნებოდეს ამას მისი დროინდელი რო ხონდა ამდენი წელია გაცვლე კომუნისტების დროს გამოშვებული თავის საკერავი ნემს რომელიც არ იყუნება ბოლოს წერო მიატყდა მგონი იმიტომ არ ამდენი წლები გაცვლე მე აქტლად მოვიხარ შეერთი მიავი ახარ დამკვინა რაღაც მიდიდა გადამიხდა პატარა წყილი იყო აქან ძაღლი წვება ხოდა დაუტიები იმისა გამიწის და გამომიფუდა ეს მოკლე კიდე გიგამექცე თქობა ვერ დავიჭირი დუსტის ვაყრე რაღაცა ფერადი დუსტები არაფერს არ შვება არც კარეტი აღარ შვება არაფერს ძაღლისთვის რაღაცა სპეციალური მომიცა წყლის მოსაცილებელი მაგრამ იგი უბრალოდ გააბრუა 1-2 გაუბრუა მე ისევ ყავს ვერ მოვაცი სიცხეა ძალიან მედონი და ეხილეს მყოლად რა გამომეგვეთ პავიარა ხმოვია ტრაქტორსა ეკაბა არ არის გრილი, ამაში დამცხაცა. ნაჭერი გრილი, ნაჭერი არა ისე კაი ფორმისა. ვაიმე იმდენი ისა გამას მარკა. შემიჭამა ზოგ რა თქმა უნდა კაბებს ამ ყველა მარკები რო აქვს და მაიგებს ენციკლოპედია ასეთ გამოგნო.
ამ ძაღლებისგან კიდე ვერ მივდივარ ხუთჯერ საათში. ხან მეზობლის ძაღლი გადმოდის, იმან თუ გადმოვიდა შენობა კიკრინოს დაგლიჩო. რა გადმოგდებული ძაღლები იმდენია, ერთი იქით აკიდეს სოფლის ბოლოში სუფოიდან ამოდის. სახლიდან იპარება და ადამიანებს კრეს რა ცუდი ძაღლია. იქით აკიდე ფეხით ვერ წავა. შეხვდეს ან კავკასიური სამაგაზის ჯიშის ამგონი აღაწა და ხوار მაგრამ რაღაც თითქოს მიხარ ხალხსაც ავიგი იმ ხელა სიცხია აქ ამოვედი ხაერ იქნება მეთქი და საერთოდ გაუბრუნდი რა ფეხი მაგარი ეს რა გავაკეთო ახლა გუშ კითხო მომიდან ერთ პარკი კიდე აღარ არის გიორგის ისე უკაცრო მიადგება მარტო კედელს ჭამს სახლის პამიდორი ვიყიდე 4 ლარი ხოდა ხარ გუში კი 1 კილო ვიღი ხო და 5 ლარის იყო ის რაღაც ერთი თავი და დავამატეთ და ისე არისო. არ იყო გემუთვით, მწვანე გული ამას არ ექნებაო და ქონდა. მაგრამ როგორც პამიდრები ხესავს და ირა ხრაშახოში გაუძს და ჭიზროზე, ეგ იყო ერთი ეგ პლუსი რო ეგ არ ქონდა. მაინც კაი იყო. სხვებს არ მოეწონა, მაგრამ მე მომეწონა. გაჭრაში არ იყო ხესავი, უხეში და ხარაშუნა. უბრალოდ ცოტა მწვანე გული მაინც. არა ძვირი ესახის პამიდრები 4 ლარი და 4 ნახევარი იღებს. კიტრიც ისე იყო 2 ლარიანი კიტრი იყო, ეთქობა ცოტა ძველი იყო ის როგორ გაყიდენ და ისა 2 ნახევრიანი და 3 ლარიანი კიტრი. გააცი ძვირია. და რა ჯირკოს რაღაც შემოგვეყვა. ისეთ შეგვიძლია. ადამიანზე რო იყო სოციალურ ქსელებში ხოდებს ჯერ მეგონა ტყუილი იყო რა სოციალურ ქსელში, მაგრამ ბევრი მასე. ფეიგი ინფორმაციებს დობენ მაგნებს და მე იმაშიც იყო რა. პოსტებში იყო რა ვიცი თუ არა. სხვა გადაცემაში იყო, არა სხვა გადაცემაში იყო, რომ ატამს როგორ ხებავენ დაუმწიფებელ, იმიტომ გემო არ ართულად კაი, იმიტომ რომ აკლია დამწიფებენ აადრებად. იმაშობიან წვიტავენ და თავს უგებავენ თუ რა ცუდი. როგორ შეიძლება ბავშვებს წამლავ, დიდებს წამლავა. ნუ ამქენი ამის შეიძლება ამათქობა. მაგის ჭამა როგორ შეიძლება. მატანი შეღებვა რა უბედურება, აი ქართულები რა საკეთებენ, ერთმანეთს წამლა. ფეხებზე კიდია თქონდ გაყიდო. ჩემთან მოყარს ეს ნაყიდს კანიანა ჭამენ არაფერი არ დაჭამო კანიანა ჯერ ისედაც ყველაფერი არის შეწამული მერე კიდია ფაქტის სახელმწებინიც ვინაშო მერე გარეთ ღიას ის ქვეში ყიდება თუ კიდო მაღაზიაში იყოს ის მაინც იმწვერები კი გადარეცხავ მაგრამ რაღაცა მაინც იქნებაში ბაქტერია საერთოდ გათალო ყველაფერი ჯობია ხილის და პოსტონი კანიანა, კაია კანიანა, კანიანა არის კაი საჭი რომ მოწვით. მიგარი ის საწამლა. შეიძლება შეახციოს, მაგრამ
შეიძლება იმდენი მაინც ვერ მოასწროს შესული. ძალიან არ ვიცი დაწყება. კიდე არ მიგპინოს რა. ერთი მიგპინა და მაჩდა ხელა წითლად ხელას. ქართველები წამლავს ერთმანეთს. არინდობენ ქართველი ქართველს არიდობს და შეღება. სულ არ აინტერესებს იმას ბავშვი ხო შეჭამს, შეხედავს კაი ადამიანი, უყიდის მშობელი და მოწამლული აგერ შეღებილი ხელოვნურად ტანიან არც იჭმევა არაფერი. მეზის გარგარსვეთლასაც ხებავენ. იცით რამე? ზოგი პერუგემურია. არა გემო არა ფრისტა. ზოგი კი აგებია. ერთი შემხდა ის ვიდეო შემხდა, რომ არ ვიცი კახეთიდან იყო ეს კაცი გარგარს ყრიდა, მარშრუტკა გაიჩერებინი და მინდორში. გარგარს მეთქი ვაშლად ამას კაცს. ყუთები ქონდა სავსე და გამოხონდა ყველას მინდორში ყრიდა და რატომ ყრიო გაყიდეო იაფათა და იყიდის ხალხი მე ვერ ყიდულობ და უწერა რომ 5 ლარი უყურს. მე ხარბებავ და შევხედავ და ვერ ყიდულობ ჩავიდი. დაადე ლარი და ვიყიდით. მე უკიყედიო ბატონო რაღაც ვისაც კიდეთ მოდით წაიღეთ ჩემგანო მაგრამ ბაჭირები უმატებს და 5 ლარში ყიდიან მე ლარში მარშრუტი ვაძლევ ეს გადამყიდველები ძალიან ბევრს უმატებს და ყრიდა ეს კაცი და მე მე მისი ოჯანი იყო ხოდეხი იყო თუ მე იყო აღარ მახსოვს მე ისე მე ადამიანი იყო მგონია პირდაპირ ლაივი ქონდა და ვაშლად ამას ხუთები ეწყო გზასთან იდგა მარშრუტი ვაშლად ამას ხუთები ეწყო და სკამზე იშდა და ვიღაცამ გამოიარა და რამდენად ყიდიო არ ყიდიო უთხრა შუქნიო ვინც წაიღებს აი ვიცი ხა მეტყვილი იყო თუ მართალი არ ვიცი არ ყიდიო ვერც ასე უთხრა აჯუქებო ვისაც უნდა წაიღოს მაინც ვერ გავყიდეოდა შეიძლება მართალი იყო ამ იმდენ ფეიკი ისიდება ვიდეოები თვითონ ადამიანები იმდეს იტყვებიან ან ვერ გაიგებს სიმართლეს ზოგი ყურებადი რო იყოს იმდენად საკეთებს ასეთ რაღაც ქათამახოა იყო ყველაფერი ყურთას მინა წაიღო დაცხაეთ ყველა მიჭირამ სიცხეს ზოგ გამოანათებს დღეს არის ძალიან მაღალი ტემპერატურა გამოცხადებული 40 გრადუსამდე და რადიაცია ეთქოსაშივე ანდაღამ ფიქრობს სხვაზე კვარტალზე მე სხვაზე ჩასწრას რომ ერთჩვეულებრივად ავტობუსები რო ჩვენი სოფლის მიდის იქამდე გრიგოლეთთან მოუხევს და დაბრუნდება მე ასე გავიგე რომ იქამდე ჩადის ადრე ჩადიოდა მაგან იქ რო ჩამოხვალე პირდაპირ გავუყვებ ფეხი და შესასვლელების მეტი რა შეხვარ აი იქნება მინდა და ერთი კვირაში 1-2 დღე წავიდე ხოლმე ძალიან კაია
ცხვისი ხაერი. წყეზე ფეხებისთვის ბავშვებისთვის არის ისა ზღვის წყალი ძალიან კაი, ძვლების გასამაგრებლად ეგ არის კაი ძალიან. არა რა თქმა უნდა სუფთა უნდა იყოს წყალი. ზოგი არის ახლა ადამიანები ძალიან სუფთა არის ეძებენ და ცალკე უნდათ. ხალხი ეგ არ უყვარს მისლა და მართალი ძალიან მე მომწონს მას. და ჩემი კიდე მაინც მეორე ხალხი რო ასე რო არიან და ადგილი არაა და საბანაოც არაა, თუმცა იქ მიდიან მაინც. ცალკე ჯობია სუფთა ადგილი ნახო. შვიდად ამდენ ხალხი რაობაში შეისწავლოს, მაგრამ ზოგჯერ არის რომ ადგილი საერთოდ გამართლა ეკენი ხალხი. ხალხს გქონდა ერთი გადაღებული ადგილი ვერ ნახეო. ცალკე მინდოდა სუფთა წყალი მინდოდა და ლიაში სუფთა ყოფილიყავი ჩემთვის ცალკე მარტო. ლარეც ჩავა, მერე წამოსვლა რა, იქ გამოხვალ და მარშრუტები ნებისმიერი მოდის აქამდე ლანჩხუთამდე მაინც ჩამოგიყვარს პირდაპირ თუ არ მიდიან. მე აქედან ხოლმე გადაუხვიო იქით ავტობანის. შვილისისკენ მიმავალ მანქუთაისისკენ მიმავალ და იქამდე ჩამოყვერე. იქიდან იქამდე არ ვიცი რა შეიძლება 5 ლარი იყოს აქედანაც მე. იმიტომ რომ ამწონი ავტობუსები გვიანობამდე აღარ დადიან. გვიანობამდე რომ დაგიდეს რაღა მიჭირს, კაი იქნებოდა. სამსახურები აქეთ არა, ხოა ძალიან წას განცმევია. 300 ლარი დიდია, მე აი 300 ლარი გზაში გეხარჯები, პლუს ამას თელ დღეში ყავარ და გინდა და რაღაცა დაუშვათ ერთი ნატეხი რაღაცა ჭამ, ხო მაინც გეხარჯება. ბოლოს თუ დაგჭამ სიარულში 200 ლარიან 150 ლარი, გზის ფულში ხო გაგდის კიდე ფული. დიდი ბიჭობა და საბოლოოდ არაფერი არ რჩება. და ხალხის ქალაქებში სადღაც 1000 ლარამდე მაინც აქვთ ხელგას. და იმაზე წუნობენ და ჩვენთან მაგნაირ ხელგას დაგესიზმროს. არ არსებობს. ათას ლარს ვერ მოგწევს. არც რესტორანში არ მოგცემენ, გინდა მეტანათი მუშავი და გინდა დამლაგებლად არ არსებობს, არ მოგცემენ, არც 800 არ მოგცემენ, არც 1000 არ მოგცემენ. ფერამდე წყვილი საიქა თავი რა ამბავია. ყوار გაჩერებულა. გადამწრე მანიკურები მაინც რო რეცხავდა ნახე. გასახეხი სულ მაგდა. მაზე გადამწრე. არაცოდა კიდე მქანდი ხანი ვიცი ყავს ვაიმე რამ ხელაზე აფსულო არ 1 საათიანი არ გამომივიდეს საიტყულა ელაპარაკ ვაიმე ნეტა რა გავაკეთო დღეს რა კარტოფილი ყველა დღე მაგ ესე კარტოფილის სოუსი ხარ გავაკეთო ხალ პომიდორში კაი აი მჭადი ყველა დღე მაგამოსაცხობ კიდე მოხდეს და მჭადი გამოცხობა რა ზაღლებსაც უყვარს ზაღლები პურზე მეტად მაგას ჭამს
ძალიან უყვარს ჭალი უფრო რბილია მის და მე რბილად ვაწყობ რომ ძალიან არ გამოვაშო კარტოშკა ჯეში გავაკეთებ მაგარტოშკას მე რაღაცასე მომივიდა აზრად თავში ჯერ ადრე ყველა დღე არის საფიქრები რა გავაკეთებ და ერთ პარკი მოვიტანი იმდენი კიდრე მოვიტანი ხელა თავები კიდრე რა არის დღეს რა უნდა გიყოს ყველა დღე ხარ რამდენი კიდრე ვერა უხარ სახში არის და ამ ხელვანები წლებს მომისხა თითო ცალი თუ იპოვე დღეში იგიც პატარა ზომის ვეღარ იზრდება უწყლოობით მე და ყანაში ვწუდათ ეს ყანაში რო უნდა ვაიმე სექტემბერში ერთი წელიწადს შარშან არა შარშან წინ გონია თუ იმის წინ ხარ იმის წინ 2 წლის უკან სადღაც 3 წლის უკან ყანაში სექტემბერში ამოხონდა მამაჩემს ყანაში დათესა და აი ისეთი კაი კიტრები იმდენი მე არ ვიცი რა გაიყოს იმენზე კიტრები იმ ყანაში ციპარავენ თუ გაიგენ რამე გაქრესილი ლობიოს მოყარვა იცია კიტრსაც მოყარავენ თუ გაიგენ გაქრესილი ხა ლობიო ისედაც ჩანს რომ დათესავდა ხო კურცახათელი დღე ვერ დაუშვდები იქ წვიმიან ამინჩი მიდიან და იპარავენ კრეფა სანამ წვანია და ყიდიან მე მიაქვთ შედიან სხვის ყანებში ხოდა ურამია დათესილი ხაბერას მოყარვაც იციან მოყარავენ ძალიან ძნელია ეს გაკონტროლება ყველგან ისებია ხალხი ჩამოდის, როდი ჩამოდის, როდი მიდის, არ არსებობს დღეში რამდენი რეისია ვენეციას. ახლა რა არის? გაზაფხული ვიხარია, მერე სიცხეში ვიყარ ვაკეთებ რა. ზამთარი და ვაიმე ვცივო, ზამთარს ვერ ვიძლებ. მოკლედ ჩვენი მოსარგებია მიდი არ იქნა ვარ და მე სიცხეში ზაფხულა სიცხეში მუშაობა ძნელია და ძალიან სიცივეში და ხალხურა ხელაზე ავიდი ვაიმე ზოგს ასეთი ვიდეო საერთოდ არ მოწონს მაგრამ რა ვქნა ახლა ძალიან საუბარი გამომივიდა რაღაცაერთ თვალები ხარ. რაღაცნაირად, ამ ყოველთვის არ მომხდარა დღეს ამედარი. ინტერი ძილის მაგნია. როდის დამიჯინე ცი გამფენის ხანი გავცი ვერ ვიცი. მე კიდე როგორც გათენდება ხმაური მაგნიძებს ვეღარ ვიცი. აქ ჩვენთან სულ არის ხმაურს ამ წინზად ხულიან. მოკლედ აქ არის მთავარი ქუჩა ყველაფრის. სამყაროს ცენტრია მგონია ჯენჯირბილზე. კარგი თავი დაგეშიდებით ჩემო კარტოშა ჩემო მაყურებლები ყველას დიდი მადლობა კომენტარებისთვის ყურებისთვის ვინც დროს მithავს ყველას დიდი მადლობა დიდი მადლობა ვინც ჩემი არხი გამოიწერებთ ვინც აბა გამოიწერებთ და ისინი ყოველ გამოიწერებთ ჩემი არხი რომ დამეხმაროთ არხის წესვაში და განვითარებაში ამდენი წელია YouTube-ზე ვერ მივაღწია იმას რომ მონეტიზაცია მქონდა ჯართული გამოირთო და აღარ მიერთვებ იქნება ჩამერთოს თავის გამომწერების სიმრავლეც აღარ მიშველა რა მოხდა არ ვიცი ჯერჯერობით არაფერი მოვიდა მე გავაკეთე ჯერდროა და გასული კიდე ერთ უნდა უთხრა ჩემთვის კიდე გადაამოწმოს ანხელ მეორედ დავუხსნო შეტყობინებს ჩამერთოს
თითოეულ დღეს გისურვებთ ყველაზე ადამიანი მაგისმენი ხმარები და მირიცხავთ ღრმესი მადლობა ჩემო კარგებო, მერხმა დაგლოცოთ და მილიონი მოგცეთ საშუალება და სულ სიკეთე გეკეთებინოთ. გადამიხადოს ყველასთვის ეს სიკეთე. დიდი მადლობა ჩემო კარგი ბაბა დროებით, რა შეხვედრა.